გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვიყავით ზაქარია ფალიშვილის სახლ-მუზეუმში, რათა გავგაცნოთ ზაქარია ფალიშვილის ცხოვრება უკეთესად, თუ როგორ ცხოვრობდა ის ბავშვობაში. მემორიალური სახლ-მუზეუმი ასახავს ჩვენი გენიალური ქართული კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ქუთაისში ცხოვრების პერიოდს. გამოფენას, მემორიალური გამოფენას სწორედ ამ მიმართულებით არის გაშლილი. მაქსიმალურად მიახლოებული ცდელობით ყოველ შემთხვევაში იმ ეპოქის შესაძლისი ინტერიერების და ყოფითი ცხოვრების ამსახველი მასალებით გაჯერებული გამოფენა გვაქვს წარმოდგენილი. მემორიალური გამოფენა გაშლილია ორი მიმართულებით. ერთი ზაქარიას ოჯახის ყოფითი ცხოვრება წარმოდგენილი, საძინებელი ოთახის ინტერიერით და მეორე დარბაზში კი გადმოცემულია წარმოდგენილია ქუთაისის ინტელექტუალური ცხოვრების არეალი, ასე ვთქვათ. ვინაიდან მოგებდეს ქუთაისში არ იყო საკონცერტო დარბაზი, არ იყო თეატრი, აქ ჩვენ აქცენტი აქვს 19 საუკუნის მეორე ნახევრის ქუთაისი პერიოდზე ის ჩვენ თანაკალთა ქუთაისელი ინტელექტუალური ცხოვრებას ატარებდნენ ოჯახურ სალონებში, სადაც ტარდებოდა მუსიკალური საღამოები, პოეტური ნაწარმოებების წაკითხვა, თეატრალური წარმოდგენების გათამაშება და ასე შემდეგ. რომელი ექსპონატებია ყველაზე გამორჩეული მუზეუმში და რა ისტორიას გვიამბობენ ისინი კომპოზიტორის ცხოვრებაზე? იქ წარმოდგენილი მითით თითოეული მათგანი დიდი ისტორიის არის და თითოეული ასახავს სწორედ მისი ქუთაისში ცხოვრების დროს, თუ რა ვითარებაში ყალიბდებოდა ის როგორც პიროვნება, როგორც მუსიკოსი. მაგრამ მე ამჯერად გამოვხდი იმ მექანიკურ საკითხს, რომელიც პირდაპირ ნივთიერი შესაძლებლობა და ნივთიერი დასტურია იმისა, თუ როგორ ცდილობდა ზაქარია ფალიაშვილის ყველანაირი მუსიკალური ხმებით გაეფართოვებინა, გაელამაზებინა თავისი მუსიკალური აზროვნება, რომელიც ყალიბდებოდა სწორედ ქუთაისში და აძლევდა ვიცხს მის როგორც დიდი მუსიკოსის ჩამოყალიბებას. ერთხელ მსმენელი შემთხვევით შეშებებული ეს მექანიკური საკრავების განსხვავებული ჯადოსნური ჟღერადობა მის ყურადღების მიღმა არ დარჩა და მის დიდი ინტერესის საგანი გახდა შემდეგ. და ეს სამომავლობა ოჯახისას დაუხმასა ზაქარიას გაიაზრეს კარგად ზაქარიასის დიდი ინტერესი და მათი დამსახურება იყო ეს ინსტრუმენტები, ეს საკრავები მოვიდა ჩვენამდე და მე უკვე გადაიქცა როგორც ექსპონატი. არის თუ არა მუზეუმში წარმოდგენილი ხელნაწერი ნოტები, რომლებიც თავად ფალიაშვილმა დაწერა? ნახეთ, ხაზგასმით აღნიშნა ისე რომ ზაქარია ფალიაშვილმა აქ იცხოვრა მხოლოდ 16 წელი. ანუ ხშირად ეს ისხდება ასეთი განმარტებები, სტუმრების განაარსებით, მოწმობინეთ ეთერში წესდარებული აი ეს საფრია, სადაც ზაქარია ფალიაშვილმა შექმნა მისი უკიდურესობრივი არამისა არაც 16 წლის ასაკამდე მას ოპერები ნამდვილად არ დაუწერია. ამდენად ესეთი დოკუმენტები არ არის ჩვენთან არის რამდენიმე მისი რომანსის ასლი. დედის სტატუსი. სწორედ თუ არა მუზეუმის ახალგაზრდები ან ტურისტები მუზეუმს? ასაკობრივია. ძალიან მრავალფეროვანი დამთვალიერებელი ყავს. არიან მოსწავლე ახალგაზრდობა უმეტესად. არიან ტურისტები, არიან ახალგაზრდები. ამ ღირსშესანიშნაობას ჩვენც შევასწარით, თუ როგორი მონდომებულები ისმენდნენ ბავშვები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებას.
როგორი დაინტერესებულები იყვნენ ამ ყველაფრით და როგორ გამოავლინეს მათი უნიკალური ნიჭი. გეგმავთ თუ არა სამომავლოდ მუზეუმი განსაკუთრებულად კულტურულ აქტივობებს, კონცერტებს და გამოფენებს. აი ჩვენ ეს დარბაზი ვირტუალური საგამოფენო დარბაზი სწორედ იმისთვის გვაქვს კონცეპტუალურად შექმნილი, რომ აქ იმის მიხედვით, თემების მიხედვით გავაახლოთ ხოლმე გამოფენები. ეხლა რადგან 6 მაისი გადატვირთული იყო დაკვეთებით ის ორგანიზაცია, რომელიც გვიმზადებს ხოლმე პოსტერებს, ბანერებს, გადატვირთული იყო, ამიტომ ამ მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში ვერაში შევწევით წარმოგვიდგინა ეს პროექტი. უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ და პრეზენტაციასაც მოვახდენთ ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა აქტუალურია 21 საუკუნეში. და ასე დასრულდა ჩვენი ვიდეოც, ვეცადეთ სრულყოფილად მოგვევა ინფორმაცია ზაქარია ფალიაშვილზე, თუ როგორი სამაგალითო და შესანიშნავი კომპოზიტორი იყო და რამდენი სიკეთე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული. იმედი გვაქვს ამ ვიდეოს შემდეგ ვინც ჯერ კიდევ არ სტუმრებია ამ შესანიშნავ მუზეუმს ესტუმროთ და დათქმეთ მისი ღირსშესანიშნაობებით.